ღარიბი არის გეგენა, როგორც ზამთარში მინდორი, რომ ცოლშვილს პური აჭამოს, შეძლება არ აქვს იმდონი. ჩაცმაზე ვიღარ არ სიტყვის, ტანზე აცვიათ კონკები, ცოლსა და შვილებს ერთგვარად სანაგვეს მონაპოვები. ხარი არ ახავს, არც ფული, თითქმის არც ერთი ქათამი, სახლში აუჩანს არც ქვაბი, არც საფხეკელი ასტანი, და ქოხს გადახრილს გვერდზე და ხელს ახლებ გააქვს ტამტამი. დღეულის ნამუშევარით იგი სულ გამსწოლშვილსა, წამს მოსვენება არ აქვს გეგენას წელში მოხრილს. ცოდვას არის ზამს არაფერს, ღმერთი აშენებს ძალიან, ლოცულობს გულმხურვალე და დროს რომ იხელთებს ძალიან. ღარიბებისა ღვთის მიმართ მას ესმის აურზაური, თვით არ ემდურის თუ მწყლამდე ვერსადი შოუშაო. ხვალ შობარი სოფელში მზადება ფაცაფუცია, ყველა იმას კლავს რის დაკვლაც სოფლის კაც გულში უძია. სამუდამოდა ღორს თუ ცხვარს ბევრს თვალი დაუხუჭია, დია სახლისებს უყრიათ ხელში ბატკათმის კუჭია. გეგენა ოჯახობით ურთ მიხუჩებულა მუნჯია, რა დაკლა რა გამოაცხო, როზბედი მათთვის ძუნწია. ცეცხლი უნთიათ კერაზე, ზედუდევს დიდი კუნძია. ჭადი თუ ექნათ ხვალისთვის და ზედად წყალის სასმელად, ღმერთს შესწირავენ მადლობას, არაფერი აქვს სათქმელად. დაღამდა, თოვნაც დაიწყო, ქარისა ისმის ზუილი, ასკდება ჩამოვარდნილი ქარი და მგლების ხმუილი, ქოხი კედლებს და კერას როგორც საქონლის მუილი. იქ საქონელსა რა უნდა, ოცნება არის ტყუილი. ცეცხლის ალიცა ბარბაცებს, თვრალევით აქეთ-იქითა, თითქოს უსვია კახური, ჯიხვით და არა ჭიქით. გარედან ისმის ძახი, არაკუნებენ კარებს. მომხედეთ კაცი ვინახარ, უმწეო შესაბრალებს. გეგენამ კარგა გაიცქირება გარეთ. წინ უდგას ვიღაც გლახაკი, დაღონებული მწარედა. ხელს უწევს ემუდარება, გზავრი ვარ შორის გზიდანა, მისტუმრე აგრე მწუფალი წყალობას მოგცემს ციდანა. სასმელ საჭმელი არ მინდა, უღუნდაც მქონდეს საფარი, უღუნდაც გავთბე ცეცხლზე და გზავრობა გადმონაღარ. მობრძანდი შენი ჭირება, ვახმე მომიკვდა თავია, სტუმრის მიღება სახლშია, ეგრეც თუ ძნელი არია. მობრძანდი ძმაო, მობრძანდი, ებღაუჭება გეგენა, წინ მიუძღვება ცეცხლისკენ, თან გზავრი მიხავს ნელ-ნელა. ღარიბ ღატაკი კაცი ვარ, გული კი ღმერთმა იცოდას, ვინ არის გულის პასუხსა კაცისას გამოიცნობდეს. ცხვენიან რა ვქნა, რა გიყო, რიდგი მას პინძლოვანკია. ძირს რა დაგიგო დაგხურო, სთქვა თავი გადაარწია. რა დასწუხდები მეც თავად, ხედავ კაცი ვარ გლახაო, მარტო ცეცხლზე რომ გამათბო, სიკეთედ დაგინახაო, დიდ სიკეთედ. ნუ ამბობ, რა სათქმელია ეგაო, ბოდიშის მოხდა მეტია, შენ სარჩოს თვალით ხედავ. უთხრა პასუხად სტუმარმა, კუნესით ჩამოჭდა კერაზე. ცეცხლი ამ სიცივეშია, საამურია ყველაზე. გარეთ სიცივე მომკლავდა, ეს ჩემთვის დიდი მადლია. ბედნიერი ვარ ფრია და მე არაფერი მაკლია. გეგენა იხდის ფარაჯას, ბეჭებზე ახვევს სტუმარსა, შჭოჩქავს და თავზე ევლება თავდაკიდებულს მდუმარსა. თუმცა მეტის ლოლიობისთვის გლახაკი ეტყვის მდურვასა. ყველა დიდი და პატარა ოჯახის უფროს ბაძავენ და არ იციან ვით დახვდნენ, სტუმარს ღმერთად ასახავენ.
ერთი ფეხებს ხდის, მეორე უფრო თბილს ადგილს უმარჯვებს და თუ რამ მოეპოვება, მხრებზე გასათბობს უმატებს. ღმერთმა გიშველოსთ, ჩემს ნაცვლად იქნებ მან მოგცეს წყალობა, ვევედრი თქვენს საწყლობასა, მან გაუწიოს წამლობა. თავად თუმც შიანთ, მაგრამ ჭადის სტუმარს მოართვეს და უხარიან ყველასა შიერი კაცი გააცხეს. შემდეგ მის მოსასვენებლად თბილი ლოგინი გააწვეს, თავად კი მშივრები დაწნენ, რა გადიწერეს პირჯვარი, ეძინათ, ვიდრე განთიაც და მოხვებოდა ცისკარი. პირველად გეგენა ადგა და გადაგეკა ნაცარი, ცეცხლისა შესანახადა ნაკვერჩხლებზე და ნაყარი. ცეცხლი განათდა, ქოხი და ქოხში რაც არის, გაოცდა მეტის მეტადა, სურათი ნახა, საზარი. იმის ქოხისა კედლები თეთრია, როგორც საყდარი, სავსეა სამოვაგითა, რასაც ინატრე აქ არა. მაგრამ ლოგინში სტუმარი უყურებს